ქუთაისში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულებულია. ტერიტორია 30 სანტიმეტრიანი თიხნარი გრუნტის საიზოლაციო ფენით გადაიფარა. უკვე დასრულებულია ძირითადი და დროებითი საავტომობილო გზების მოწყობაც. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. მომავლისათვის გარეუბანში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაც იგეგმება. ჩვენ ის პირობა, რომელიც მივეცით მოსახლეობას, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდებოდა აქ სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები, ეს დავასრულეთ. ეხლა მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, მივიღეთ აქციაში მონაწილეობა, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტთან ერთად დაიგეგმა. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყარინარჩენების მართვის კომპანიასთან ერთად ქალაქ ქუთაისში ნიკიას დასახლებაში დაასრულა ნაგავსაყრელის კეთილმოწყობისათვის სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები. აღნიშნულ პროექტში დაიხარჯა 2.600.000 ლარი. აღნიშნული პრობლემა ათწლეულობის განმავლობაში აწუხებდა მოსახლეობას. არ ველოდი, იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ფანჯარა ვერ გაგვიღია, ვერ სუნთქავდით, რამოდენიმე დაავადებები ჰქონდა ხალხს და ეს რა ნახა ჩემთან როგორ დაკონსერვებულა ეს ყველაფერი.